საღამო მშვიდობისა, მესალმებით რუსთავის ტელემაყურებელს დადგა პარასკევი. დადგა ბატონო და ლოტო 642-იც ხრისნახევრის შემდეგ იღებს სტარტს იმისთვის რომ მსხვილი კარგი და ინდივიდუალური თანხები გავათამაშოთ და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ამ სიხარულს დღეს აუცილებლად დაგვაწევთ და დაგაწევთ მას შემდეგ რა შედეგებს შევხედავთ. იცი რა, სიხარულები გვაქვს ხოლმე ყოველ გათამაშებაში, ვახარებთ ბევრ ადამიანს, მაგრამ უფრო დიდი სიხარული მოგვენატრა ჩვენ ისეთი როგორიც არის მაგალითად ჩვენი ჯეკპოტი 750,787 ლარი გახლავთ ამის მდგომარეობით ჯეკპოტი და მეორე კატეგორია ძალიან გაგვახარებდა სპორტაშორის 393,000 ლარს გასდა შესაბამისად არ აქვს მნიშვნელობა რომელი გათამაშდება სიხარული ნამდვილად ორივე შემთხვევაში ძალიან დიდი იქნება ნუ ჯეკპოტის ალბათ უფრო განსაკუთრებით მაგრამ არ ვიცი მეორე საფრთხო კატეგორიაც ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზეა ახლა იცი რას გულმევა მაყურებელი რას დაიძარით რა ღილაკს ხელი დააჭირეთ. ერთი სული აქვს რომის ჩამოვარდება ბურთები და კარგი, მაშინ რო აღარ დავკარგოთ, ასე ელოდებიან. 3, 2, 1 ავითვალოთ და ავახმაუროთ ჩვენი ლოტოტრონი იმისთვის, რომ გავიგოთ აი ციფრთა კომბინაცია, რომელიც ასე გაინტერესებთ თქვენ და არა მხოლოდ ჩვენც რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გვინდა რომ თანხwebdriverში მოვიდეს თქვენს ბილეთებთან. წარმატება. გახსნა 4-იანმა დღევანდელი გათამაშება. ვნახოთ რა წამოვა შემდეგი მომგებიანი ბურთი. ეს გახლავთ 12. ჩვენიერი დავიწყეთ, დაბლით საშუალოთი და ახლა რა იქნება არ ვიცი. აბა ბატონო 23 ნელ-ნელა იზრდება. ესე იგი გვაქვს 4, 12, 23 და ნომერ მეოთხე მომგებიან ბურთს ველოდებით. და ისიც ადგილზე გახლავთ, ეს გახლავთ 27. შეხედე როგორ შეაპარა, ეხლა თუ კიდე ცოტა მაღალი იქნება. 4, 12, 23, არა, დაბლში ვარ. დაბლა ჩამოვედი. 3, ესეც მეხუთე მომგებიანი ბურთი, ნომერი 3 შემოგთავაზა ლოტოტრონმა და მეექვსე ძირითად ბურთსაც ველოდებით. აი, მეექვსე ძირითადი ბურთი ამ შემთხვევაში არც საშუალოდ არც დაბალი რიცხვი არ გახლავთ, საკმაოდ მაღალი 37 მოთავს და თავის დანიშნულების ადგილას. და ბონუს რიცხვმაც არ დააკლო სიმაღლეს და 33 შემოგთავაზა. მოდი კიდევ ერთხელ გადავიმეოროთ. 4 12 23 27 3 27 ბონუს რიცხვი კი გახლავთ 33. აბა, წარმატებები თითოეულ თქვენგანს ჩვენ ძალიან მალე გავიგებთ რა მოხდა დღის მდგომარეობით. სხვა შორის ციფრები მე ვფიქრობ რომ საკმაოდ ისეთი დამაფიქრებელია, იმიტომ რომ არ გამოვრიცხავ რომ დღეს შესაძლოა კი ბატონო, ნამდვილად გამოვკრათ რაღაცა კარგს ხელი და იმისთვის რომ ამ კარგს გამოკრათ ხოლმე ხელი, ყოველ სამშაბათს და პარასკევს თქვენ დაგჭირდებათ ერთი რამ არის რაც არა ბილეთი, რომელიც გვჭირდება იმისთვის რომ ჩავერთოთ გათამაშებაში. მანამდე ჩვენ უნდა შემოვკრათ ხელი ბილეთს და შემოვხაზოთ ის კომბინაცია, რომელიც გვსურს და შემდეგ დაველოდოთ ხოლმე იღბალს. ამისთვის არსებობს უამრავი გზა, ცხადია და ეს გზებია. მთელი საქართველოს მასშტაბით შეგიძლიათ შეიძინოთ ლოტოს ჯიხურებში, ლოტო 642-ის ბილეთები, ასევე ყველა დიდ სავაჭრო მოლში მდებარეობს სერვის ცენტრები, სადაც მოგემსახურებიან და თქვენს საშუალო კომბინაციას ესე იგი შემოგახაზინებენ და ასევე ლოტო წერტილიჯი ამასობაში მე თვალი გამექცა, იმიტომ რომ შედეგები უნდა დაინახოს მაყურებელმაც ახლა კი ბატონო ჩანს ეკრანზე. ჩვენ მესამე საფრთხო კატეგორიაში გავათამაშეთ 2304 ლარი. ერთმა ადამიანმა მოიგო ეს საკმაოდ მსხვილი თანხა და კიდევ გვაქვს გათამაშება. მეოთხე კატეგორიაში გავათამაშეთ 2822 ლარი, 4 ადამიანმა გაიყო ეს თანხა, 705 ლარი გახლავთ მოგება ბილეთზე. მეხუთე მეექვსე კატეგორიებშიც ბევრი გამარჯვებული გვყავს და კვლავ მეორე კატეგორიას და ჯეკპოტს ძალიან გვაწვალებს უფრო სწორად და ძალიან ახლოს ვართ, ახლოს ვართ, ცოტა გვინდა, ერთი ბურთით მეტი ან ორი ბურთით მეტი გვინდა და მოვიგებთ. მოდი, ეს ბედნიერი დღე იყოს სამშაბათს, მანამდე კი ბედნიერი უქმეები თქვენ. დროებით, შევხვდებით მალე.